Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს მე მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ თუ რატო ვაგროვებთ კომპიუტერისათვის ფულს და რატო გჭირდება ჩვენ კომპიუტერი. მინდა აგიხსნათ, ეს არის ორი მიზეზი. პირველი მიზეზი შემოგარგებო, ეს არის რომ ჩვენ ვიდეოს რომელსაც ვაკეთებდით და ვარედაქტირებდით, ამ ტელეფონის საშუალებით ვარედაქტირებდით და სამწუხაროდ ეს პროგრამები, რომელიც იყო, აღარ არის ხელმისაწვდომი და რომელიც ხელმისაწვდომია ის ვერ არედაქტირებს 4K რეჟიმის ვიდეოებს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება კომპიუტერი, რომელსაც აქვს ძლიერი ვიდეო კარტა, რომელსაც აქვს ძლიერი RAM-ი. ძირითადად ორი მახასიათებელი გვჭირდება. გვჭირდება კომპიუტერი, რომელსაც აქვს ძლიერი RAM-ი და მეორე, რომელსაც აქვს ძლიერი ვიდეო კარტა, რომელსაც უზახიან, რომელთაც ჩვენ შევძლოთ დიდი ზომის ვიდეოები, ანუ კარგი ხარისხის ვიდეოები დავარედაქტიროთ და დავამონტაჟოთ. ამისათვის ყველა კომპიუტერი არ ვარგამ, ყველა კომპიუტერი ვერ ქაჩავს, არ არის მაგის ისა და ამიტომაც ის სურათი, რომელიც დავდებით ჯგუფში, ზუსტად ის კომპიუტერი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელიც ჩვენ გვინდა ჩვენი სამუშაოსათვის. ამ ვიდეოსაც თქვენ რო უყურებთ, ეს რედაქტირებული ვიდეო არ იქნება, ეს პირდაპირ ასე გავუშვებთ, რადგან ჩვენ აღარ გვაქვს საშუალება რომ დავარედაქტიროთ. ყოველ შემთხვევაში ვიდეოს ხარისხს ვერ ვარედაქტირებთ. ტიტრები შეიძლება დავადოთ, ტიტრების საშუალება გვაქვს, ჯერჯერობით ეს აპლიკაცია გვაძლევს ტიტრების საშუალებას. მაგრამ არ ვიცი ხმა როგორ იქნება, იმიტომ რომ ხმის ჩაწევის ფუნქციაც გააუქმა აპლიკაცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით. სხვა აპლიკაციებს არ აქვს და სამწუხაროდ. მეორე და ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ გვინდა, მე გითხარით, რომ მე ვაპირებ წიგნის დაწერას მათე სახარება ებრაულ ტრადიციის შუქზე. ეს იქნება მათე სახარების კომენტარები, რომ იცოდეთ რაზე იქნება საუბარი. რო თქვენ წარმოდგენა გქონდეთ მათე სახარებაზე, როგორც ებრაულ ტექსტზე. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მათე სახარება უშუალოდ დაიწერა ებრაელი ხალხისათვის და მისი ავტორი იყო ებრაელი და აქედან გამომდინარე ეს მოციქული ფიქრობდა და მსოფლმხედველობა ქონდა მას ებრაული. საეკლესიო ისტორია გვასწავლის, ორიგენე გვიყვება, რომ მას საკუთარი თვალით აქვს ნანახი მათე სახარება ებრაულ ენაზე. სამწუხაროდ დღევანდელ დღეს აღარაა ხელმისაწვდომი, ვერ მოაღწია ჩვენამდე მათე სახარების ებრაულმა ტექსტებმა, მაგრამ რაღაც ფრაგმენტები არის შემორჩენილი. ეს ამერიკის ბიბლიის ინსტიტუტში ინახება ეს ფრაგმენტი და თარიღდება თუ არ ვცდები მე-19 საუკუნით ამ სახარების მათე სახარების არ მახსოვს ზუსტად ეს ინფორმაცია უნდა გადავამოწმო თარიღები რომ ამიტომ სავარაუდოდ გეუბნებით ამ თარიღსაც, მაგრამ რო არსებობს ეს ვიცით. და აქედან გამომდინარე თუ მათე წერდა ებრაელებს, მათთვის უნდა იყოს ეს ყველაფერი გასაგები. ამიტომ მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ორი ადგილი მათე სახარებიდან თუ როგორ უყურებენ ებრაელები ამ ტექსტს. აი ორთოდოქსი ებრაელი, რომელიც კითხულობს მათე სახარებას, რაც ხედავს ამ მათე სახარებაში. შემოგარგებო, მერწმუნეთ, ეს არის ზღვა მასალა, ზღვა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ არ ქონდა ხელმისაწვდომი და დღეს ყველაფერი რომ გახდა შესაძლებელი ტექნიკურად რესურსები წამოვიდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ქართულ მკითხველსაც ქონდეს ხელმწვდომობა ამ ინფორმაციებზე. თუ რას ნიშნავს მათე სახარება ებრაულ კონტექსტში და ებრაულ ტრადიციაში. შემოგარგებო, თქვენ უნდა გესმოთ, რომ სახარების სწორი გაგება პირდაპირ მნიშვნელოვანია ებრაულ კონტექსტზე და ებრაულ ტრადიციაზე. რაც ნიშნავს ებრაული კონტექსტი? ებრაული კონტექსტი ეს არის სახარების ძველი აღთქმის წიგნები, ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმის წიგნები, იმიტომ რომ ებრაელები მას არ უწოდებენ მათ ძველი აღთქმის წიგნებს, არამედ მათ უწოდებენ თანახს. თანახი კი თქვენ იცით, რომ ეს არის კრებული მოსეს რჯულისა, წინასწარმეტყველური წიგნებისა
და წმინდა წერილებისა. ეს არის უშუალო კონტექსტი. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია თუ ებრაელები როგორ განმარტავდნენ ამას, როგორ იყენებდა ამას ყოველდღიურად. სახარებაში გადმოცემული ეს ინფორმაცია ძალიან მწირია. იმიტომ რომ სახარების ავტორებს არ ჭირდებოდა ამ ინფორმაციის გადმოცემა, რადგან ისინი ებრაელებისათვის წერდნენ ამას და ასე თუ ისე ებრაელებმა იცოდნენ რაზე მიდიოდა საუბარი. მაგრამ ჩვენ წლების შემდეგ, რომელსაც დაედო შრეები, განმარტების შრეები, კულტურული შრეები, ლინგვისტიკური შრეები, დავკარგეთ ის პირვანდელი მნიშვნელობა, რომელიც თუ სინამდვილეში რას გულისხმობდა ავტორები, როდესაც წერდნენ სახარებებს, შემოკარგებოდა და ამიტომაც მე მაქვს სურვილი მე დიდი ხანია მქონდა, უბრალოდ მე გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. არ ვიყავი მზად ამისთვის, სულიერად მომზადება უნდა ამას ყველაფერს, მაგრამ თან ფეხს ვიკავებდი, რომ კომპიუტერი არ მქონდა ამის, მე და ვფიქრობდი, რომ ალბათ არა აღჯერ ღმერთის ნება ამისათვის, მაგრამ გადავწყვიტეთ მეგობრებმა, თხოვეს ძალიან ბევრმა მთხოვა, რომ დამეწერა ეს ყველაფერი, რომ ეს ტექსტური ინფორმაცია ბეჭდით ტექსტური ფორმა ქონოდა და ყოფილიყო ხოლმესაც რომ ამისათვის გადავწყვიტეთ რომ დავწერო ეს შემოკარგებო არ იქნება სამეცნიერო ნაშრომი, არ გეგონოთ რომ ეს რაღაც სამეცნიერო ნაშრომი იქნება, მაგრამ ეს არც მხატვრული ლიტერატურა იქნება. ეს უბრალოდ დაგვეხმარება სახარების სწორ გაგებაში. სამეცნიერო ნაშრომთან დაკავშირებით ვნახოთ როგორი დაიბეჭდება და გამოვა ეს წიგნი, ვნახოთ შემდეგ როგორი გამოხმაურებები მოყვება ამას ყველაფერს და თუ საჭირო იქნება მე უკვე სამეცნიერო ნაშრომათაც შეიძლება გადავაკეთოთ ეს ყველაფერი და ახალი სახეც მივცეთ. ეს ძალიან მომავალში. მაგრამ მე მინდა ორი ადგილი გაჩვენოთ თუ როგორ უყურებენ მათე სახარებას. მაგალითად მათე სახარება იწყება ესეთი: წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი დავითის ძისა აბრაამის ძისა. ებრაულ ტექსტში, ებრაულ სახარებაში ასე წერია. ებრაულად კი ასეა: სეფერ ტოლედოთ იეშუა ჰამაშიახ ბენ დავიდ ბენ აბრაჰამ. ეს ებრაელი როცა კითხულობს, ის ამახვილებს ესეთ ყურადღებას. პირველი სიტყვა რომელიც არის ტოლედოთ. რაც ნიშნავს ტოლედოთ? ტოლედოთ ეს არა მარტო წარმომავლობა, წარმოშობა. ტოლედოთ ეს ძლიერი სიტყვა და პირველად ხდება ჩვენ დაბადების წიგნის მეხუთე თავში. ამიტომაც ებრაელი კომენტატორები გეუბნებიან, რომ რაც ნიშნავს სიტყვა ტოლედოთ, რატო ეს გამოყენებული ადამიანთან მიმართებაში. მაგალითად ებრაელი კომენტატორები ასე განმარტავენ სახელ ადამს. ადამში არის დამალული სამი ფიგურა: აბრაჰამ, დავით, მაშიახ. ეს სამი პიროვნება. სიტყვა ტოლედოთ და იმახსოვრეთ, აქ არის ნახსენები, რომელიც მიანიშნებს ადამიდან წამოსული. ადამიდან მოდის შეეთი. შეეთიდან მოდის ნოე, შემდეგ 10 თაობა რომელიც მოდის. არ ვიცი თქვენ უსმენთ თუ არა, მე გამომარტე ეს სახელები, რომელიც მიანიშნებს იესოს მოსვლას. და მათ ზუსტად ამ სიტყვას ამიტომაც იყენებს ტოლედოც, იმიტომ სვამს, ისენება რომ მეორე კომენტარს, რომელსაც ებრაელები იძლევენ, ზუსტად ამაზე პასუხობს. მათი იმ კომენტარებზე, რომელსაც ებრაელი კომენტატორები სვამენ. ებრაელი კომენტატორები სვამენ ასეთ შეკითხვას: რატო იყო მაინდამაინც არჩეული აბრაამი და დავით? რატო მაინდამაინც ეს ორი ფიგურა იყო? ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ აბრაამიც და დავითიც იყო არჩეული ზუსტად იესო ქრისტეს გამო, მაშიახის გამო. ისინი შეიქმნენ მაშიახის გამო და მთელი გენეალოგია, რომელიც არის და მე რომელსაც ვაპირებ ამ წიგნში დაწერას და განმარტო ეს ყველა სახელები, ფორმირებას აკეთებდნენ იესოს ხასიათზე, როგორ უნდა ყოფილიყო მესია. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, კიდევ მეორენადაც რო ვთქვათ, მთელი ეს ხალხის შთამომავლობა ბიბლიაში ჩაიწერა და ცხოვრობდა იმის გამო, რომ მესია მოსულიყო. მთავარი ცენტრალური ფიგურა არის მაშიახი, შემოკარგება, ანუ იგივე იესო ქრისტე. მისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი, სამყარო ჩვენ ყველაფერი, მთვარეც კი მისთვის ბრუნავს, მზეც კი მისთვის ანათებს, შემოკარგება. ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი და მათი ამიტომ იწყებს ასეთ გაკეთებას. ამბობს ტოლედოთ,
ტოლედოთეს არ არის იესოს წინაპრები. ტოლედოთეს არის იესოდან წამოსული შთამომავლობა, რომელიც იესოს ძეები არიან, ღმერთის ძეები არიან და ეს ხალხი ყველა ვინც ამ ტოლედოში არის მოხსენებული ბიბლიაში, ყველა დადებითია და ყველა დიდი როლი შეასრულა მის მოსვლაში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო გესმის და ჩვენ ამ წიგნში ყველაფერში ამას დავწერთ, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ. ამიტომაც მათე სახარება შემთხვევით არ ამბობს, არ იწყებს გენეალოგიით, რომ არ ამბობს წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესის დავითის ძისა, აბრაამის ძისა, აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი. რატომ მაინც აბრაჰამი? აბრაჰამის სახელი ნიშნავს მრავალთა მამას, ერების მამას. შვა იცხაკი ნიშნავს გაკვირვებას, სიცილს, მხიარულობას. იაკობმა იცხაკმა შვა იაკობ, რომელსაც შემდეგ ღმერთმა გადაარქვა სახელი ისრაელი. იაკობის სპიეს არ ნიშნავს, რატომღაც ძალიან ბევრს გონია ჩემო კარგებო, რომ იაკობის სახელი ნიშნავს სპიეს. სპიეს არ ნიშნავს. იაკობი ნიშნავს სახელი, რომელიც ჩაბღაუჭებულია რაღაცას. იაკობი ჩაბღაუჭებულია აბრაამის და იცხაკის აღთქმას. ამიტომაც ის გახდა ისრაელი, ღმერთთან ერთად, ღმერთის ნების გამტარებელი, ანუ მეორენერად ღმერთთან ერთად მებრძოლე. ეს ყველაფერი ჩემო კარგებო, მინდა რომ ამ ჩვენ წიგნში ყველაფერზე ვილაპარაკო, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ ეს ყველაფერზე, რომ გესმოდეთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ებრაულ კონტექსტს. ამიტომ ჩემო კარგებო, ჩვენ რო დავწერეთ განცხადება, მინდა რომ სწორად გაიგოთ. ჩვენ ფულს ვაგროვებთ იმ კომპიუტერის არის, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ ვიდეოების ჩაწერას და მის რედაქტირებას ნორმალურად და მეორე, რომ ჩვენ ვაპირებთ წიგნის დაწერას, მათე სახარების კომენტარს და ვისაც სურვილი გაქვთ, ვისაც დაინტერესებული ხართ ჩვენი არხის განვითარებაში და ვისაც გაინტერესებთ ეს მათე სახარების ებრაული კონტექსტი, შეგიძლიათ თქვენი ნებაყოფლობით ყველა ნებას სურვით აქ მნიშვნელობა არ აქვს თანხასად გადმოიწყოთ, თავარი ეს თქვენ გულით გააკეთოთ ყველაფერი. და მეორე ადგილი, რომელიც მე მინდა თქვენ გაჩვენოთ, ეს არის ქადაგება მთაზე, იგივე მათე სახარებიდანაა, მაგალითად, როდესაც იესო ქრისტე ამბობს მეხუთე თავის ნეტარ არიან სულით ღალიბნი, ვინაიდან მათია ცათა სამეფო. რას ნიშნავს ეს ებრაელისათვის ეს სულით ღალიბი? რას უნდა ნიშნავდეს? ტრადიციული განმარტება სულით ღალიბი ნიშნავს ადამიანი, რომელსაც არ არის ამაყი, რომელიც არ არის ტვინროიტყვიან ძალიან ბევრი მცოდნე და ის აღიარებს, რომ მხოლოდ ღმერთია მისი ერთადერთი და ამიტომ ის მას ყოველთვის წყულია ღმერთი. კარგი განმარტებაა, ჩემო კარგებო, ეს არ არის ცუდი განმარტება, მაგრამ ებრაული ტრადიცია გვასწავლის უფრო სიღრმისეულად შევხედოთ. სიტყვა, რომელიც ღარიბი არის აქ გამოყენებული, ეს ებრაული სიტყვაა და ამ სიტყვას ღმერთი უწოდებს მოსეს. მოსე ამბობს თვინიერს. მოსესნაირი თვინიერი ადამიანი მეორენაირად, რომ ვთქვათ, არ არსებობდა დედამიწის ზოლზე. რაში მდგომარეობდა მოსეს თვინიერება? და ებრაული ტრადიცია გვასწავლის, მოსე არასოდეს ნაბიჯი თავისი სასიკეთოდ არ გააკეთა. ანუ თავისთვის მოსეს ნაბიჯი არ გაუკეთებია. გინდი ებრაელის კვლელობა, გინდი ეგვიპტელის კვლელობა, გინდი ქალების გამოსარჩილება, შემდეგ რომ მისი ცოლი გახდა ერთ-ერთი ციფორა. ებრაელი ერისათვის შუამდგომლობა, ეს იყო მოსეს თვინიერება. ამაში მდგომარეობს, რომ მოსე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სხვებს დახმარებოდა, სხვებს გამოსარჩლებოდა, ვინც გაჭირვებაშია. თვინიერი, რაც სიტყვაც აქ არის ნახსენები, ნიშნავს ამას. ის საკუთარი თავისთვის კი არ იბრძოლა, საკუთარი უფლებებისათვის კი არ ბრძოლობდა პირველ რიგში. მისი პირველი დანიშნულება იყო ზუსტად ის, რომ ის ეხმარებოდა სხვებს, ის იყო კეთილი ადამიანი. საერთოდ მის ცოდნას ლაპარაკობდა, მან არ ჩაერია ამ იმაში, თავად ღმერთი ჩაერია და ღმერთმა თქვა, ამიტომაა მოსე თვინიერი. როდესაც მის პიროვნებას და მას ეხება, ის გაჩუმებულია. მაგრამ როცა სხვას ეხებიან,
ის უშუალოდ პასუხს გაცემს და ძლიერ პასუხსაც გაცემს. ამას ნიშნავს შემოკარგება თვინიერი. იგივე სულით ღარიბი. გიორგი მთაწმინდელის თარგმანშიც ასეა შემოკარგება, ამას ნიშნავს მსალგუნებში თვინიერი. რუსულად არის კროტა. ეს არის ის ებრაული ტრადიცია, რომელიც გვასწავლის ესე დავინახოთ უფრო ღრმად ეს ყველაფერი და სულ საერთოდ სხვა სულელს გვიხატავს. ამიტომ ქრისტიანი შემოკარგება ეს არ ნიშნავს ადამიანი, რომელიც ეგუება უსამართლობას. ქრისტიანი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც ეგუება უსამართლობას, შეიძლება მის თავზე შეეგუოს უსამართლობას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქრისტიანი ადამიანი არ უნდა შეეგუოს უსამართლობას სხვებთან მიმართებაში. რადგანაც ამიტომა ის მოწოდებული გამოასწოროს ის უსამართლობა. ებრაული კონცეფცია მაგალითად ცდაკა ნიშნავს სამართლიანობის აღდგენას. ანუ ცდაკა ეს არა მარტო შესაწირია და შეწყალებაა, რომელსაც წყალობა აი მაგალითად ჩვენ მათხოვარსო ვაძლევთ ფულს ან გაჭირებულსო ვეხმარებით. ჩვენ ვაკეთებთ ამას ჩვენი გულკეთილობიდან გამომდინარე. ეს კარგია, არ არის ცუდი. მაგრამ კონცეფცია ებრაული და ღვთაებრივად ნიშნავს, ეს ნიშნავს სამართლიანობის აღდგენას. შენ რო ორი გაქვს და მას საერთოდ არ აქვს, ეს უსამართლობაა. ამიტომ შენ აძლევ იმედს და ამ ადამიანთან აღდგენ სამართალს და ამას ნიშნავს ეს. ნეტარიერან სიმართლისათვის მოწყობა, რადგან ისინი გაძღებენ. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველთვის სამართლიანობას აღდგენას და იცავს. აი ეს მინდა შემოკარგება მე თქვა, რომ განმემართა თქვენთვის მართლა რატო ვაკეთებდი, რატო გადავწყვიტეთ კომპიუტერის ყიდვა. მე მესმის გაჭირება აქვს ქვეყანაში ბევრი შეიძლება არ აქვს საშუალება, ამიტომაც ჩვენც არ გვაქვს საშუალება რომ ვიყიდოთ ეს კომპიუტერი ჩვენი ხარჯებით, ამიტომ თუ გაქვთ თქვენ სურვილი შემოკარგება, კიდევ ერთხელ ეს ძალდატანებით არ გეგონოთ არაფერი. ეს ყველაფერი არის თქვენი ნებაყოფლობით. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული, ჩვენ კიდევ მრავალი ვიდეოები და საინტერესო თემები განვიხილოთ, დაგვიდექით გვერდში და თუ ხართ თქვენ დაინტერესებული, წიგნი დაუბეჭდოთ, ის წიგნი, რომელსაც ჩაფიქრებული მაქვს, მე წელებია ვფიქრობ ამის დაწერაზე, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ვღებულობდი. ამისათვის მომზადებული უნდა ყოფილიყავი თავად მე თვითონაც და ვფიქრობ უკვე მოვიდა დრო, მე ვფიქრობ შეიძლება ვცდები და ამიტომაც ღმერთი გამოაჩენს ამ ყველაფერს, ღმერთი გამწევს პასუხს მეტყვის თქვენი მეშვეობით. არის ეს ყველაფერი შესაძლებელი თუ არა. ამიტომ ამ ვიდეოს ქვემოთ შემოკარგება იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, აგრეთვე იქნება PayPal სისტემა, გადასახადის სისტემა, რომელიც არის თუ საზღვარგარეთ ხართ, შეგიძლიათ PayPal-დან გადმორიცხოთ, თუ არ იწვალოთ ბევრი და თუ საქართველოში ხართ, ორი საბანკო ანგარიში გვაქვს მითითებული. საქართველოს ბანკი და TBC-ის ბანკის რეკვიზიტები. მაშასე, დიდი მადლობა რომ ჩვენ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენი გამომწერები ხართ და მადლობა რომ ჩვენთვის ლოცვით. პირველ რიგში ჩვენთვის ლოცვა ყველაზე მთავარი და ამიტომ ვთხოვთ რომ ილოცოთ, ჩვენთვის ილოცოთ, გულწრფელად ილოცოთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრძოლები გვაქვს ჩვენ და დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ თითოეული ყველა ჩვენ. იყო პირობა რომ უკვე მართლა ვფიქრობთ ქვეყნის დატოვებას და წასვლას და საშუალოზე სხვაგან წავსულიყავით. მაგრამ ალბათ ღმერთის ნება რომ ჩვენ აქ ვიყო ჯერჯერობით და ამიტომაც ვცდილობთ ასე ყველაფერს. მაშასე, მადლობა ყურადღებისათვის, ილოცეთ, გაგრძელება იქნება.